მოდის არნებით. ნახეთ თქვენი ჩაფიქრებული. კარგი. რას გრძნობს მაშინ ასე ნახეთ ახლა. რეალურად ნახეთ ეს ადამიანი ესეთ რაღაცას მესაუბრება მე ვისი არის გაშლა და ეს არის ახლა რო გითხრათ რამე ამან თავისი სიტყვა შეასრულა თქვენს მიმართ თქო არა არ არის გამორიცხული რომ რაღაც ამის გამო რო რაღაცა ვერ გააკეთა და ესე ვთქვათ ცოტა ცხვირი შეირცხვინა თქვენთან მიმართებაში აი ამის გამო მე უკვე ხასიათი ვითომ შეიცვალა ვითომ ხო რაღაცა ვითომ ხასიათი აჩვენა რომ ახლა ესე რაღაც ესეთი ტიპაჟად დამფიქსირდა გავარკვევ ახლა ვინ არის ნამდვილში რაღაც ორ სახიანად დაფიქსირდა მაგრამ ეს ადამიანი რას მესაუბრება იცით მარტო არის ამ ეტაპზე ყოველთა შორის საკუთარი ცხოვრება ხო მე თვითონ ვქნი ვშრომობ და ვიბრძვი ამისთვის რომ მე გამოვიდე ნახე რაღაც კუთხეში დამდგარი ბავშვი ვიდგი გრძნობს თავს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი თვითონ მარტო იბრძვის ოჯახში ფინანსებით საკუთარ თავის შრომა ნახეთ შეიძლება სამსახური საკუთარი რაღაცა ხო აი მისი ძალებით რომ უნდა იპოვოს და აქ არ არის მოდი ასე ვთქვათ დამხმარე ესეთი ვიღაცა ყავს ნახე მე რო დავუშვათ სახლი მქონდეს, სამსახური მქონდეს, საჭმელი მქონდეს, მანქანა მყავდეს თუ რაც არის, ახლა არ ვიცი ამას მაგდენი არ მინახია რა აქვს, მაგრამ აი ეს ყოველდღიური მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს ადამიანმა ამისთვის თვითონ იბრძვის და ზუსტად მაგაზე საუბრობს, რომ მე ამ წუთშიო ამ წუთში ესე გადაღლილი ვინ არ არის უკვე მე მგონი მაგაზე აქცენტი უკვე აღარ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრთან არის ხო ეგ პრობლემა უკვე და მე თვითონ როგორ არის იცით უკვე მე უხერხულება ამ სიტყვის გამოყენება იმიტომ რომ რაღაცა სულ ვიძახი და მაგრამ აშკარად ადამიანი ამბობს რომ ნახეთ არ ვიცი რა გამოვალ მდგომარეობაში არის თუ რაღაცა ისეთნაირად არ გამოსდის რაღაცები ჯერჯერობით, მაგრამ აი ამისთვის ვიბრძვი. საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. და სხვათა შორის მე ამას მივაღწევ, ნახეთ, როგორ ამბობს, გამოვძერწავ ჩემ თავს. აუცილებლად. და მე მივიღებ ზუსტად რაღაც ცხოვრებიდან იმას, რაც მე მინდა. აი ამას საუბრობს ამ წუთში ეს ადამიანი. კარგი და ეს გასაგები არის ახლა მიწიერდა ყოფილი რაღაცა მაგრამ პირადში მარტო გრძნობ თავს ეს ნანო ყველაფერში მაგრამ ქალბატონის მაგრამ რას გრძნობ
აქ ერთ-ერთი ალბათ ერთადერთი ხო სწორად ვამბობ კი არა კიდე არის მაინც ასე გამოდის ეს ერთი და იგივეა ერთადერთი ასე ვთქვათ ქალი ამოვიდა და ეს სავარაუდოდ თქვენ ხართ ძლიერი ქალის პოზიციაში და ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის ძლიერი ხართ და ესეთ რიგს მიეკუთვნებით ნახეთ და ენერგია რა თქმა უნდა აქ ამ ადამიანს თქვენთანაც აქვს მაგრამ როგორ არის ამ ყველაფერს ფარავს ესეც თითქმის უჭირს ამას ესე იგი აქ ამ ყველაფრის ჩაფარვა, ჩახურვა, დამალვა თუ რაც არის ეს ყველაფერი უჭირს მაგრამ ამ წუთში არის რაღაცა მაინც ისეთ პოზიციაზე რომ აი არ თქვას არ გამოხატოს და ასე შემდეგ აი ესეთი ენერგია დამიფიქსირდა ჩემო კარგებო სხვადასხვა აქ დიდი ლაპარაკი გექნებათ თქვენ მონახე კიდე არის აქ ერთი წუთით დავხედე ორგანების გასკათ ხო არა დიდი არა ნუ საკმაოდ ისეთი მაინც ლაპარაკი გექნებათ და იცით რა არის ადამიანი მიფიქსირდება ისეთ პოზიციაზე მე აუცილებლად გავაკეთებ რაღაც აქ გრძნობა ვკითხე და გრძნობა ესე იგი ამ ადამიანს აქ თქვენს მიმართ უბრალოდ ჯერ არ ამშხოვნებს კარგი მანახე ამ ყველაფერს გამომშხოვნებ ისე გამკი ბედში აქ გქონთ და დავასრულე გაშლებ აქტიურად ხო ხანდახან რაღაც ფიქსირდება ეს ყველაფერი და ხანდახან აი ვეძებ და რა ვიცი 1000 საკითხები ამოდის ბედში გაფიქსირებს ჩემო კარგებო თქვენს თავს მონახე მოდი მაშინ ახლა ჩვენ ამას ფარულო გრძნობებს გადავხედოთ ქვეცნობიერი აბა ქვეცნობიერი მონახე შეგრძნებები უნაკლო ხარო ჩემთვის უნაკლო ქალი ხარ შორიდან ყოველთვის იცოდეთ რომ თქვენ შესახებ გებულობს უნაკლო ქალი ხართ გენაცვალე ამ ადამიანისთვის ქვეცნობიერი როგორ არის იცით არ გეთამაშებათ ეს და სანდო ვარ მენდე ასეთ რაღაცას ამბობს უბრალოდ შეიძლება ამან რაღაც დაჭირდა და თავის გემოზე თქვა საზოგადოებასთან ან ვიღაცასთან ხო მას როგორც დაჭირდა მაგრამ თქვენთან მიმართებაში აშკარად არის ის მომენტი რომ აი როგორ არის იცით ჩემთვის ძალიან ასე ვთქვათ სასურველი ქალბატონი ხართ იმიტომ რომ აქ აფერისტობა აქ რაღაც თვალთმაქცობა არ არის რადგანაც დაფიქსირდა ეს მომენტი რომ მას აქვს დაუშვათ რაღაც ეს ფარავს ამ წუთში ამ ყველაფერს ეს იმას არ ნიშნავს რომ გიაფირისტებათ მოდი ასე ვიტყოდი არა იმიტომ რომ რაღაც მისთვის მაცდუნებელი ხართ მე უფრო მგონია რომ თავს გარინდებთ კი ასეც შეიძლება ხო იმიტომ რომ ისი ქვეცნობიერი ზუსტად მაგას მეუბნება აი მაცდუნებელი ქალი ხართ და რა ქნას ცეცხლი რო წაიკიდება რა გააკეთოს მირჩევნია თავშოთ ცოტა მოშორებით ვიყო შენგან გასაგებლარია ნახე მე მინდა შენთან ასე რომ ვთქვათ უფრო მეტი თუნდაც ფიზიკური სიახლოვე მაგრამ ვერ გაარკვია დავუშვათ მისმა ქვეცნობიერმა რომელია ეს პოზიცია არის რომ ფარავს ყველაზე კაი საუკეთესო ვარიანტი თუ რომ გამჟღავნოს ის არის აი ამას ვერ ფარავს ესე იგი აქ რაღაცა ხდება რომ გამჟღავნა რამე იმოქმედეთ თქვენ ხომარ დააბკოლეთ ხომარ შეაშინეთ თქვენი სტალინის ხასიათით იცით რა არის შეშინება მთლად არა მაგრამ რაღაც ის მომენტი აქვს აი რომელი არის დაუფარო თუ გავამხილო ვერ გაარკვია ამ ადამიანმა მინდა უფრო მეტად როგორ ვიყო იცი
მეტად თავისუფალი იყო და უფრო მეინდო, ესეთ რაღაცას გეუბნებათ, თუ უკაცრავად ის შიშველქალი მოჩანდა. ხო, მინდა უფრო მეტად რაღაც მენდო ესეთნაირად გეუბნებათ ეს ადამიანი. სურვილი ნამდვილად მაქვს მე თქვენთან ურთიერთობის და როგორ აი საკუთარ თავს იცავს თქვენგან ეს ადამიანი თავს. მე კი მაქვს რომ სურვილი ეს თავისუფლებას ყველაფერი იყოს ჩვენ შორის, მაგრამ რაღაცა აი ვიცავ თავს. ესე თავს რომ გარინდებთ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ უყვარხარ და გრძნობა არ აქვს ამ ადამიანს, ცეცხლი უკიდი არ უყვარხარ და გრძნობა არ აქვს კი არა, მაგრამ აქ არის რაღაც შეიძლება ვინმე არის წინააღმდეგიან რაღაც, ვიცი, საზოგადოება თუ რაღაც თემა ისე რომ შეიძლება კი არა აი დაფარული თქვენი ურთიერთობაც, ხო? ვიღაცამ იცის, იმიტომ რომ აქ დამფიქსირდა ეს მას როგორც მოესურვა, შეიძლება ნიჭვია იყო ვიღაცამ ისე გააჟღერა, როგორც აწყობდა უფრო სწორად. მაგრამ მაინც ასეა თუ ისე მაინც დაფარული არის ეს ახლა 1 და 2 ადამიანი არ არის ის ბერკეტი რომ ყველა მიცოდეს და ესე საჯარო იყოს ეს ურთიერთობა. საჯაროში არ მეფიქსირდება. ხო. თუმცა მე განგიხილავ ჩემს ბედში ესაუბრობს ჩემო კარგო ეს ადამიანი და რა ვიცი მოსალოდნელია, რომ რამე მოიფიქრო არ თქვა, მეც იმას მეუბნება, ჯერ არაფერი არ თქვა. ეს ის შემთხვევა არის ბლოკებით ამ შემთხვევაში. ხო. ეს ის შემთხვევა ნახეთ არ არის გამორიცხული აქაც მე რომ გავაჟღერო ახლა რაღაცები კიდე უფრო მეტი. რა როგორი იქნება? შეიძლება რაღაც თქვენ შორის ესე რომ ვთქვათ ცოტა ბლოკები წარმოიქმნას, ხო? ესეთი უნიკალური შემთხვევა მე მგონი პირველად ამიფიქსირდა მე. მე პირადად ახლა მითხრა ამ ადამიანმა რომ ვკითხე, არის მოსალოდნელი? არ თქვა, ჯერ არა. არ თქვა. ამიტომ მე ერთ რაღაცას გეტყოდით აქ, გაელოდეთ, ადროვეთ, ფიქრობ რომ დროს არ კარგავთ. აქ საინტერესო და მაინტრიგებელი გაშლა გამოვიდა, ხო? კი მე ასე გეტყოდით თუ კი თქვენი თავი ახლა დაინახეთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ კაცო დიაგნოსტიკაში. იმიტომ ხშირად არის ესეთი შემთხვევა, რომ გონიათ თქვენ თავზე ახლა ყველას გინდათ ხო ესეთი ინფორმაცია, მოდი ასე ვთქვათ, და კარგი ინფორმაცია მიიღოთ და ან თქვენზე იყოს, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ბევრთან არ არის ესე. აქ ყოველ შემთხვევაში მაინც გეტყოდით რომ შვიდად იყავით, დაელოდეთ ამ ადამიანს. გისურვებთ წარმატებებს და გეშտობებით დროებით.